მადლობა და კუძია მოლოცისთვის. დიდი მადლობა. დიახ, მადლობა გადაუხადეთ ჩემს მაგივრად ნანამამიდასაც, მაგასაც, გიორგისაც. კი, ნუ ყველა ვინც მანდ არის, გადაუხადეთ მადლობა. რა? არა, ხომ გითხარით, არ დაუბრუნდები მეთქი. მე რა რომ მამა ჩემმა მთხოვა. კარგად იყავით, დაემშვიდობეთ ნანამამიდასაც, გიორგისაც და მაგასაც. მართლა ის რა ქვია, დღეს დილი დაგირეკა ქეთი. ხო და ასე მითხრა დაბადების დღე მიულოცო და მოატყუე ხო და დღეს ვითომ დაბადების დღე რო გაქვს? არა, ვაშა, მართლა მაქვს დაბადების დღე. გილოცავ თეკლა. გილოცავ. შეგონია დამავიწყდა, მე მახსოვდა. კი, მახსოვდა სიურპრიზიც კი მოგიმზადე. მართლა? რა სიურპრიზი? რა სიურპრიზი და ახლა ტორტი ვერ მოვასწარი, მაგრამ აი არა ჩვეულებრივი მაკარონია იქ და ხო, ან ჩვენ დაცთან გიწევს აკლია ეს მოხარშო, მაგრამ არა. დიდი მადლობა ლაშა. ღვთიში. ალო? კი, ნანამამი და კი, როგორ ხარ? დიდი მადლობა, მითხრა რომ დამირეკე. კი, მადლობა. როგორ არ მახსოვდა რა, როგორ არ მახსოვდა. თუმცა არც ვიცოდი და რანაირად მახსოვდა. მოხვედი? ასე მალე მორჩით გუნდაობას. არ გუნდაობდი, თოვლის ბაბუას ვაკეთებდი ლაშაბიძე. თოვლის. უი, მართლა აიმიდან გიყურებდი და თოვლის ბაბუა მარტო ერთი გუნდისგან გააკეთე? აბა მეორეც თოვლი არ გვეყოდა, რა გვექნა? კარგია, ორიგინალურია რა გინდა? ხო, ორიგინალურია და ორიგინალურად დადნება მალე. დადნება ეგ? უი, რა ქენი იცი ნიკა? ეგ თოვლის ბაბუ ამოიტანე და პაატასთან შეიტანეთ სახლში. ხო, ეგ ზამთარში კი არა, ზაფხულშიც არ დადნება. კარგი. პაატა იცხოვრებს ორ ბაბუასთან ერთად. კარგი იყო მომეწონა და ბიძია. შენ ჩემი ისტორიის წიგნი ხომ არ გინახია? ისე დამალე რომ ვეღარ პოულობ, ხო? აх, ნიკა. მომისმინე და აბა გუშინ რო თქვი რომ არ მეცადინებ, იმიტომ რომ ხვალ არ მაქვს ისტორია, რა დგინა ისტორიის წიგნი? ჩვენ სკოლასთან ხო დიდი დაღმართი რო არის. კი. აი მან ჩემი ჩანთა კარგად სრიალებს და ეს ისტორიის წიგნი დიდია რა. და მაგაში ნოდებ კარგად ვშედები მე ჩანთა. ნიკა, მართლა ის რა ქვია, დღეს არის თეკლას დაბადების დღე. ხო და რო ჩამოვა მიულოც, ჩემსავით არ დაგავიწყდეს. მართლა მაგარია და რა ვაჩუქო? არ ვიცი ახლა ასე უცებ არ ვიცი და საღამომდე მოვიფიქრებ რამეს რა. კარგი. ხო. მოდი მანამდე ვუმღეროთ, ხო, მაგარით. მოდი. დიდი მადლობა. რა? ეხლა მაინც დავუბრუნდე? არა, ნუ ხო გითხარით, არ დავუბრუნდები. კარგად. რა ხდება? რა ლამაზი. რანათელი. იმიტომ რომ დაბა დღეა. ტრიო გამოგვივიდა მე ნიკას და იმას. რა საყვარლები ხართ? თუ კიდე დღეს თელი დღე ვიმღერებს და სკოლაში აწავა. ამას უყურებდი, მიდი ჩაალაგე ჩანდა და წადი, გაგვიანდება. ტატო რეკავს. ვაიმე, ტატო რეკავს? და როგორი ყურადღებიანი ბიჭია ტატო. ხო, ნაიდილიდან მე უნდა მოლოცვა. მიდი. ალო? ხო, ტატო, გისმენ. ხო. რა? დღეს სამსახურში დაგაგვიანდება? კარგი.
კარგი ტატო. რასისა? ნიკა გამარჯობა. კარგად გუგა. ლაშა გამარჯობა. მოდი. ლაშა. ხო, შენი დახმარება მჭირდება. შენ ხო კლინიკაში მუშაობ და კვილი გაწუხებს? არა, კვილი არა. ფსიქოლოგთან მინდა რომ მივიდე. მიხდი ხო? უკვე რომ მისასვლელი ხარ, кай ხის. ლაშა, იცი რა არის, აი ამბოლ დროს სულ დიდუბელ სოსოზე მეფიქრება რა, ვერ ამოვიგდე თავი. აი ამბოლასაც ვერ ვანებებ თავს და სულ მეფიქრება და არ ვიცი რა ვქნა და იქნება. რა ქნა. გუგა, ერთხელ თავიდან ბოლომდე რომ წაიკითხო ეგ დიდუბელი სოსო. დარწმუნებული ვარ მე რომ მიხვდები რომ აღარ უნდა წერო. ლაშა, მე მესმის რომ შენ არ შეგიძლია ხუმრობის გარეშე ცხოვრება, როგორც დიდუბელ სოსოს სფერარის გარეშე. დახმარება მჭირდება. კარგი, მიგიყვან ფსიქოლოგ შეგახვედრებ და რავი, არ არის პრობლემა. ხო, და ფსიქოლოგს როგორ უნდა მოუყვე, როგორ უნდა გავაგებინო? ანუ აი როგორც დიდუბელი სოსო ამბობს მეოთხე თავში, მეორე აბზაცში, როგორ უნდა მიუტანო მას ჩემი პრობლემა? როგორ უნდა მიუტანო პრობლემა? რა ვიცი ახლა რო შეხვალ, კითხავს ფსიქოლოგი რომ აბა რა გაწუხებთო? ხო, შენ ეთქვი რომ დიდუბელ სოსოს წერო. ხო, ის გეტყვის, ეს რთული შემთხვევაო და დაგელაპარაკებ. ასე რა ვიცი, ლაპარაკი შედგება და გიშველის რა ვიცი რა. ხო, როგორც სოსომ უშველა. რას უშველა? ფინალი არ გახსოვს? სოსომ გასაღები არაკში გადააგდო და თავს უშველა. მაკარონი გინდა? ბაბუე რა აქცივა ბაბუ რა საიდან მოიტანე რა მცივა საიდან მოიტანე პირიქით გაკაჟებულო კაჟივით ვარ ბაბუ რა მცივა არა აქცივა ბაბუ შედა არ მეუბნები აქცივა კი რატო არ გეუბნები აბა რას გიმალავ რა ამაზე იძახი ეს რომ აქ აფარებული მაგითო მეკითხები რატო მოგიხვევია ეს რატო მოგიხვევია იმიტომ ბაბუ რომ ნინძა ვარ ბაბუ რა ისე დილით კიციოდა ცოტა ბაბუ, მაგრამ მერე ისა ფანჯარა დავხურე და დათბა. ნუ ეხლა თუ მაშინ ფანჯარა დახურე, დათბა კი არა დაცხებოდა სახში, ცხელა ბაბუ, ცხელა. აღარ შემიძლია რა. არა, ბაბუ, მოდი ახლა. მაგრამ ბაბუ, შენ ხო ისი ნინძას არაფერს არ ეშინე, არც ციცხის, არც ციცივის, ჰაჯიმე, ხო ისი? ოჩა, ბაბუ, მოდი ახლა, მაგ ნინძამ ყილიყილიყო ჯარისკაცები განადგუროს. ბაბუ ნინძა არ კლავს, ნინძა აუნებელ ყოფს. გაიგე? ხო, ისე. მომისმინე ხო, რა უნდა გითხრა, სანამ ამას შევჭამ. დღეს არის თეკლას დაბადების დღე, გაიგე? თეკლა ეს? ხო და მოკლედ ნინძას უნდა რომ რამე სიურპრიზი გაუკეთოს თეკლას. ხო და მე ვერაფერი ვერ მოვიფიქრე რა და იქნება შენ დამეხმარო რაღაცა რა სიურპრიზი რამე რა მოვიფიქრო, რა გავუკეთოთ. მოვიფიქროთ, რა ვიცი. აბა, რაღაცა მოვიფიქრე. ელოდები ვინმეს? არა. ხო, მამა გავაღებ კარს და შენი ფიქრი აბა მანამდე. მიდი ერთი. მიდი, ვინ არის და ოჰაიო გოდაიმას. ამ დილამშვიდობისა თქო რა იაპონურად გითხარით. ხო, გამარჯობა. გამარჯობა, ჩამოგზანდით პროფესორო. ჩამოფრინდი რა. ჩამოფრინდი. მას თუ ჩამოფრინდი, დაბძანდი, დაეშვით. დაბძანდი, დაეშვით. აბა რა ხდება ბატონო პროფესორო იაპონიაში? როგორ არიან ნინძები, როგორ არიან, ჰა? რა ვიცი, ისეთი დატვირთული გრაფიკი მქონდა, რომ გარეთ გასვლა ვერც მოახერხე რა. რობოტის პრეზენტაციაზე დამპატიჟეს. მართლა, მე რაო, მართლა რა გითხრეს? კი, ძალიან კმაყოფილები და ერთი-ორი რჩევა მივეცი და მადლობლები არ. გამოადგათ მე ვითომ როგორ გონია თქვენ, ჰა? კი, სულ მადლობებს მიხდიდნენ რობოტმა აეროპორტშიდაც კი გამოუყვა, გამომაცილა და მადლობებს რობოტი აეროპორტში გამოყვა და მადლობებს გიხდიდნენ. ხედავ ბაბუ რა ხდება თურმე და შენ აკეკლი ყოლებს მაჭმევ მე.
ეს თქვენ ჩამოგიტანეთ საჩუქრად ეს ჭხირები არის იაპონური საჭმელი ვაი ეს შენ ეს თქვენ დიდი მადლობა ეს არის ბაბუ ნინძას ეს არის ნინძისთვის ზედ გამოჭრა უყურე ხა ბაბუ აი ჰაჭი კარგი რა იყო ბაბუ ხო კარგი ხა დაწყნავდი ხო ბატონო პროფესორო ერთი ეს არაფერი არ შეიმჩნევთ მოგბრძანდით რაღაცა შევა მინდა კითხო თუ შეიძლება და ერთი აქეთ მოგბრძანდით რა კარგი ბაბუ ბოდიში ხო რა იყო ამით როგორ ჭამე ხო ბატონო პროფესორო რა მაინტერესებს ახლა თქვენ მითხარით როგორ იქნება იაპონურად გილოცავ დაბადების დღეს მე ხო მქონდა უკვე დაბადების დღე არა ისე მაინტერესებს ისე როდის მაქვს ეგ გაინტერესებს? არა ბატონო პროფესორო იაპონურად როგორ იქნება? იაპონური კალენდრით როდის მაქვს? არა ბატონო პროფესორო იაპონურად გადამითარგმნეთ რა გილოცავ დაბადების დღეს რა ეგრე გეთქვა მე შეგაიგო ხო აბა ყურადღებით აბა გისმენ? ოტანჯობი ომედეტო გოძაიმას ოტანჯობი ტანჯე დავიტანჯე ბატონო პროფესორო რა ხანა ის მოდი მე გავალ პასტას მოვიტან და ფუცეს და დამიწერეთ ხო თორე ესე აბარას დავიმახსოვრებ აბა ხო ერთი წუთით ბატონო კოტებაბუა ხო ბატონო მედიკამენტები ჩამოვიტანეთ და თქვენთან სათანადო ტემპერატურა თუ შეიძლება რო აქ შევიდეთ დადე აი კარადაზე დადე ნო დიდი მადლობა აი აქ დავდეთ მაშინ მოდი მოგზანდით დაბზანდით მომიყევით რა ხდება იაპონიაში არა კოტებაბუა სხვა დროს იყოს ეხლა უნდა წავიდე ავთოს მინდა სასტრაფოდ გადავცე საჩუქარი სანამ ჩაიჩუტები აბა ბატონო პროფესორო რა ტანჯეო აბა ხო დამიწერეთ აი დამიწერეთ აბა ბაბუ ეხლა დამიწერს იაპონურად როგორ არის გილოცავ დაბადების დღეს გაიგე რომ მე აჰა დამიწერ ეს რა არის ბატონო პროფესორო რა ქვია ის ქართული ასოები დამიწერეთ ქართული ასოები ეს როგორ უნდა წავიკითხოთ ეს რაღაცა იქ სახლები დამიხატა იქ აჰა გასაგები ესე იგი ოტანჯობი ომედეტო გოძაიმას ეს ალბათ აქცენტით ხო აქცენტით უნდა თუ ხო ესე იგი როგორ აქცენტ როგორ იქნება ოტანჯობი ომედეტო გოძაიმას სწორედ თუ ბატონო პროფესორო გასაგები ბაბუ ესე იგი ახლა გილოცავ დაბადების დღე ოტანჯობი ომედეტო გოძაიმას დიდი მადლობა მოკლედ თელი სამსახური მიულოცავს რა კარგია თეკლა ბოდიში რო დღეს დავაგვიანე და ანუ ესენი დავახარისხე მე მგონი რომ ეს ლევანდელი ეს შაშანდელი ხო მე მგონი სწორია რავი გადახედე მათ რა კარგი დღეა დღეს ყველა მიულოცავს ო მეც გილოცავ მეც რას მიულოცავ აი რომ დავახარისხე რა მოდი ეს გადავდოთ დროებით მოდი ტატო მე შენ ახლა რაღაცას კითხავ და შენ მიპასუხე მე შენ კითხე და მე გიპასუხე ეს თამაშია ხო ხო მიდი აბა ტატო როდის არის შენ დაბადების დღე თებერვალში მოვიგე მკითხე რა კითხო დავიწყეთ უკვე ისა თავიდან კითხე ტატო როდის არის შენ დაბადების მე ხომ მკითხე უკვე ოტანჯობი ომედეტო გოძაიმას პატა ცუდად ხო არ ხარ რა რატო ვარ თეკლა ცუდად რა იყო მოგილოცე არ შეიძლება მოგილოცე ცუდად რატო ვარ მომილოცე როგორ მომილოცე როგორ და იაპონურ ენაზე მოგილოცე და იაპონურ ენაზე რატო მომილოცე მოიცა ვერ ხვდები ახლა იაპონური ხო სიყვარულის ენა თეკლა რა სიყვარულის ენა იაპონური ხო ვიცოდე რა ხო სიყვარულის ენა ხო ანუ თეკლა გილოცავ დაბადების დღეს მოკლედ ხო თეკლა დაბადების დღე გაქვს რატო არ მითხარი გილოცავ მადლობა დაბადების დღე აქვს ის მადლობა კარგი მოკლედ კარგი დავანებოთ ამას თავი თეკლა მოკლედ
მინდა რომ დაბადების დღეს მე გადაგიხადო. მოიცა, შენ რატო უნდა გადამიხადო პაატა? იმიტომ რომ იძახიან ხოლმე რა ქვია, შენი შემწუხებელი, ჩემი შემწუხებელია, ხო იცი, დაბადების დღეზეც არის ეგ. ანუ საღამოს ხო? არა, არ ვიხდი დატო და. არა, ანუ მეთქი მიხდით და ანუ ამოვიდოდი სახში, არა, რომ ცოდნოთ ხო რომ სახში სახში კი. ხო და თუ სახში და თუ კი, მაშინ თეკლა მითხარი ახლა ყველაზე ძალიან რა გაგიხარდება? ყველაზე ძალიან რა გამიხარდება? რა და საგზური ჰავაის კუნძულები. ჰავაი ძალიან მაგარია ჰავაის. კარგი თეკლა, მაშინ მითხარი ძალიან რა გაგიხარდება? ძალიან მანქანა. მანქანა ხო ძალიან. კარგი თეკლა, მაშინ მითხარი რა გაგიხარდება 104 ლარის ფარგლებში. არ არის საჭირო, არ მინდა არაფერი, დიდი მადლობა. მეც მოგიტანა უცლებად საჩუქარს რომ ამოვა. არა, ნუ შეწუხდებით. არა, რა შეწუხება, თანამშრომლებს 20 ლარს ავაგროვებინებ და მე სიურპრიზ გაგიკეთებ. არა, არ შეწუხდი, არ არის საჭირო. ერთი წუთით ბოდიში მე გავა. ლაშა ტორტზე უნდა მიშველო სასწრაფო. ბატონო, გამიგე ნუცას ნომერი. ნუცას ნომერი კი გამიგე. ხო. მოგცე? ხო, აბა. ხო, ისა. კარგი, ჩაიწერე მაშინ. დატო. ხო. აი ესენი ბუღალტერიაში ჩაიტანე ქვევით. ხო და ტელეფონის ნომერს გეტყვი ხა ეს გადაიკიდე 3-5 ჩაიწერე 3-5 მიდი ჩაიტანე ჩავიტანო და ნომერი ანუ კიდე ხო დამჭირდება რაღაცეები და მე იმას რო გავაკეთებ დანარჩენ ნომრებს მე გეტყვი დანარჩენ სიხარეს მაგარი ხო 3-5 არ დაგავიწყე 3-5 კი დანარჩენ მე კიდე რა 3-4 ხო ამურო აი სადეს და სადმე ეს როგორ მოწონს მე როგორ არ მოწონს კარგი რა ამურო კარგი რას მიკეთებ კარგი რაღაცა ხო არია ამურო ამუნია ამუ როგორ ძანდებით ბატონო პროფესორო? კარგად. როდის დაბრუნდით იაპონიიდან? გუშინ. ბატონო პროფესორო, თქვენ სანამ აქ არიყავით, მივიჯექი და სულ ფიქრობდი. მუშაობა არისო? კი, მაგრამ რა ვიცი, აი, სულ იქ ბართან ვიჯექი და ფიქრობდი. ნუ ეხლა აქ ვარ და შეგიძლია თამამად იმუშაოთ. და რა მაგართვათ? აი იაპონიაში ყოფნისას ძალიან მენატრებოდა ხაჭო. თუ გააქვს? კი, ეხლა ვერ მაგართვათ. ბატონო პროფესორო, როგორ ძანდებით? კარგად. როგორ გიგით? მადლობა, კარგად. რა ხდება იაპონიაში? ვითარდებიან და არიან. ხო, ტელევიზორში ვნახეთ ისე, ბატონო პროფესორო, რა ქვია, რობოტების გამოფენაზე და როგორ ჩაიარა? გამოფენამ თუ რობოტმა? რობოტმა არა, გამოფენა. გამოფენა ბრწყინვალედ კი. რობოტს კიდე რას ტექნიკური პრობლემები ჰქონდა და ცოტა კოჭლობდა. აი, თქვენი ხაჭო. დიდი მადლობა. გემრიელად მიირთვით. მადლობა. დაშა, ხაჭოზე ხომ არ დამეწვევი? არა, მადლობა. იაპონიაში ყოფნის დროს მენატრებოდა ძალიან ხაჭო. კი, იცის ხაჭო მონატრება, კი. იცით რა, ბატონო პროფესორო, დღეს არის თეკლას დაბადების დღე. და იაპონად როგორ არის ის გითხრა? არა. უბრალოდ ვიფიქრე, საღამოს ხომ არ გვეწვეოდი, ძალიან გაგვიხარდებოდა. დიდი სიამოვნებით გეწვევით, მაგრამ აი დღე და ღამე არეული მაქვს და შვადღით მეძინება ხოლმე რა. წუხვა რო ალბათ ვერ მოვალ. არა და გულით გვინდოდა რომ მოსულიყავით. თუ ასე ძალიან გინდა, შემიძლია მოვიდეთ თქვენთან დავიძინოთ.
არა იყოს, არა ესე. ბატონო თქვენ მე უკეთესი მინდოდა თქვენთვის. კი. გასავთ. ბატონო. ой, ერთი წუთი უნდა უპასუხო. ხო ნოდარ. ხო მე გირეკავდი. მომისმინე. არა, დღეს ვერ მოვდივარ სამსახურში. დღეს არის თეკლ. იცი? ხო და მომისმინე. ჩვენ ფსიქოლოგი ხო ყავს კლინიკაში. არა ნოდა რა ჩემთვის მინდა არ მინდა ჩემთვის ჩემ მეზობელი რო არის გუგა ხო იცი გუგა ხო იმან თხოვა რო იქნებ შემახვედრო ხო მიხვდა ხო არა არაფერი ისეთი დიდუბელს უსოს ვერ ვანებებ თავსო და ხო რა შენ მიხედავ ნოდა შენ რანაირად მიხედავ ახლა მითხარი კარგი ბატონო არ ვერევი შენ საქმეში კარგი ლაშა, როგორ ხარ? ნიცა, კარგად. გამარჯობა, ბატონო პროფესორო. გამარჯობა. ლაშა, რაღაც უნდა გთხოვ, შენი დახმარება მჭირდება რა. გისმენ. ხო, დაჯექი. უკაცრავად, ახლა. უნივერსიტეტში მითხრეს, რომ რაღაცები, აი სიუჟეტები გადაიღეო, ინტერვიუები ჩაწერე და მოიტანეო და არ ვიცი რაზე გავაკეთო. აქამდე რაზე აკეთებდი? აქამდე გუგაზე გავაკეთე, დიდუბელი სოსოს ავტორზე გავაკეთე და ჩემზე და მეზობელზე. ხო. ახლა რა ვიცი, აბა რა გითხრა, მე როგორ დაგეხმარო, ნუცა იცი, მე არ მცალია, დაკავებული ვარ ძალიან. აი ფიზიკოს თხოვე და ცალია ფიზიკოს, ყოველ შემთხვევაში შუა დღემდე. აუ და ფიზიკა რო არ ვიცი. ფიზიკა რო არ იცი? თუნდა ახლა ფიზიკას ცოდდა. პროფესორი ჩამოვიდა ახლა. პროფესორი ახლა ჩამოვიდა სოფლიდან ჩამოვიდა და მიდი და იმაზე კითხე. კაი, მადლობა ვაშა. კარგი. ბატონო პროფესორო, შეიძლება ინტერვიუ რო ავიღო თქვენგან? აიღე. აი დავიწყოთ. დასავლეთში იყავით? აღმოსავლეთში. კახეთში? უფრო იქით. აი იქით უფრო აი რაღაც დასამახ აი განსაკუთრებული რამე კერძი თუ გაჭამეს იქ. კი, მაჭამეს ხათა შორის ზვიგენის ფარფლის სუპი. კარგით და აი რა წამოხვედით რამე ისეთი თუ გამოგატანეს ან ნობათიან კი, სხვათა შორის გამომატანეს რობოტი. კარგით, მადლობა, დიახ, აღარ შეგაწუხებთ მეც. ბაშა. ხო. აშკარად არ უნდა ინტერვიუს რეებს მეუბნება, იცი? რაღაც ზვიგენის ფარფლის სუპიო და რაღაცა და რას ვიზა ვიცი? იცი რაზე გავაკეთებ ინტერვიუს? აბა. ატას კარის მეზობელზე. მიდი. მაგარია წავედი. კარგი. კარგი, დაწყნარდი, ნუ ნერვიულობ. მოვიფიქრებთ ისეთ რამეს, რომ აჭუქოთ ეკლას. არ ნერვიულობ, რა ლაშა. სივა და თვები რა, იმიტომ დავდივარ. თვები ისე დავდივარ. ისე ყველაზე დიდი საჩუქარი ხალისთვის სითბოა. სითბო უნდა აჭუქო? გალს. მართლა ბაბუ, სადა მაქვს მე სითბო? სადა სითბო? სითბო კარგია, სადა არის სითბო? აქვს სითბო. ბატონო, მოდი ერთი წუთი, მოდი დაჯექი. მოდი დაჯექი. ხო, გისმის. ფიროსმანივით რომ მოიქცე. ფიროსმანივით როგორ მოიქცება? აი ეს სახლი რო გაყიდო და მილიონი ვარდი რო აჩუქო. ვა, მაგარი არის, ეგ მაგარი აზრია, ლაშა, ხო? მაგარიას მოგცემ შენ. კარგი ბაბუ, კარგი რა იყო. ლაშა. ხო. მომისმინე რა არის ახლა? რაღაცა სურპრიზი მინდა რომ გავუკეთო ეკლას და დიდი ტორტი რო გამოვაცხო. ხო. დიდი ტორტი რო გამოვაცხო და იქიდან რო ამოხდე. იქიდან რო არა, ტორტი არ უყვარს ეკლას. აბა რა უყვარს? ჭვიშტარი. კარგი ხა, რას მეუბნები? ამ ხელა კაცი ჭვიშტარიდან ამოხდე? ოჰო, რა. კარგი ხა, ხუმრობის დროა ლაშა. რაღაცა ცოტა ისეთი მინდა, აი ორიგინალური სურპრიზი მინდა რომ გავუკეთო, რომელიც არასდროს არავისთვის არ უჩუქებია, რა მე ეგეთი ორიგინალური, აბა, მოიფიქრე და მე, აბა. თარაზო? რა თარაზო, ლაშა, კარგი რა, რა მოგივიდო. ძაბრი.
კარგი ლაშა ეხლა მე იუმორება ეხლა მე იუმორის დრო მაქვს მე ისედაც გამისკდა თავი ამდენი ფიქრისგან და ნერვიულობისგან კარგი რამეც რაღაცა მოიფიქრე ცოტა სერიოზულად მივდექი ამ საკითხს კაცო ბაბუ გამოყუჩებელი მინდა დავლივო რაღაცა წამლების სად არის თორემ თავი მტკივა აღარ შემიძლია აი ეგრე ხო კარადაზე დე ხო კარგი ხო ბაბუ აქ ის არის ორი ცალი წითელი და ლურჯი ხო და წითელი დავლიო კარგი დამისხე წყალი დამისხეთ წყალი დამისხეთ აბალაშა რაზე გავჩერდით ეხლა ჩვენ მითხარი შენ რაზე გავჩერდით ჩვენ ძაბრზე მოიცალაშა რა ძაბრი რაღაც ცოტა სერიოზული მითხარი მეთქი კაცო მითხარი რა გემრიელი წყალია რა იცი რა გემრიელი წყალია ხო მართლა ხო რაღაცა ცოტა შემახურა ხო იცი დამათბო ცოტა დამისხეთი დამიმატე რა გეხვეწები რა იცოდით თქვენ ხალხო ესეთი გემრიელი წყალი თუ გქონდა ჩვენ სახში ვაიმე როგორ შემახურა კაცო ბაბუ ერთი აი მასე გამიშვა ბე მაინტერესებს თუ შემცივდე ბაბა ვაიმე რა გემრიელი წყალია გამიკაშდა შვილიშვილი რა კი არ გაგიკაშდათ გაგიგიჟდათ ეხლა გასული რო ვიყავი თათბირობდით ხო რაღაცას თქვენ რაღაცა შეთქმულებას მიწყობთ მე თქვენ გონია ვერ ხვდები ეხლა ვერ ხვდები რომ შეთქმულებას მიწყობთ რაღაცას გამიშვიქით მოიცა ესა გაგია რა შენ თავის ტკივილმა თავის ტკივილმა კი არა თავმა გამიარა ლაშა თავმა საერთოდ ხო თავს ვერ გავზნობ საერთოდ ხო ვაიმე რა გემრიელი წყალია გამიშვიქით ვაიმე როგორ შემახურა ვიცი ამდენი ჩვენივად იყოს კაცო ჩვეულებრივად იძახდა ნინძავანი ჩვეულებრივად იძახ ჩემ ზურგს უკან ხარ და ლაპარაკობთ ვიცი გზდოვობ მე მაგას რა დალია რა ძამალი დალია ვიცი პროფესორ გადაადგილდით ხო თქვენ გადაადგილდით მოოფისოდე გეუბნები გზდოვ მეთქი პროფესორ მამდენით დატოვა აქ იაპონიიდან ჩამოვიტანეო ალო სახაზროა ალო ბაბუ ანტირადიაციული წამალი დაულევი ამას ჰალუცინაციებს იწვევს რა მე რა ვიწევს ჰალუცინაციებს და ეგ არის მე ხო სახაზროა მითხარი ხა გეუბნები სადგარ ბიხარ მეთქი გეუბნ უკარ ბიხარ ვითხარე ხო სახაზროა მეთქი უყურე გაიქცა არა ცოტა ხანი დრო ჭირდება და გამოვა და ჩვეულებრივად გახდება ალბათ რა როდისგან გაულის ახლა ეს ამბავი რა ვიცი ამ როდის გაულის მოიცა ორდი გახდით უკვე თქვენ უყურე ეხლა შენ უყურე სახაზროა მეთქი გეუბნები ვითხარე ეხლა უყურე გაიქცა ორდი ხარ და გაიქცეო და აბარა იქნება ეხლა ორდი ხარ თქვენ და გაიქცეო და აბარა ისე სანამ გაულის კოდება მოა ვიცინოთ ჩვენ ო იჯექით თქვენ არ ადგეთ იჯექით ხო არა აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე რომ ფსიქოლოგის ოთახში შემოსულიყავი სულო გულო რა გინდა გადაშალე ერთ ფურცელი მეორე ფურცელი მესამე ფურცელი თიკო ჩუბინიძის სამედიცინო დასკვნა შეხედე შენ დედა ამ ხელახალ სიბნელის თუ ეშინო და არ მეგონა რა გამარჯობა ესა ლაშამ გამომიშვა ფსიქოლოგთან და ვიცი თქვენ ხართ ფსიქოლოგი? მე არ ვიცოდი თუ ფსიქოლოგი იყავით. შენ კი არა მეც არ ვიცოდი. ეხლა ხან გავიგე გენაცვალე ფაქტი. აბა დაჯექი. ლაშამ მითხრა თქვენზე რომ ძალიან კარგი პროფესიონალია და არაჩვეულებრივი ფსიქოლოგია. იცის ლაშამ, იცის კი. ხო, და კიდე ისიც მითხრა რომ ახლობელია და ფულის გამორთება არ არის საჭირო. რა იცის ლაშამ, როუჯერი ყველაფერს. აი რა იცის ლაშამ. არაფერი, კარგი. დაჯექი, მიდი, დაჯექი. ხო, მან დაჯექი.
დედა რა კარგად დაჭდა. ადექი. მანდ მე დავჭდები. შენ ბოდიში მე მგონა რომ პაციენტებისთვის ეს იყო და ეს თქვენი ადგილი. არა, პაციენტებისთვის კი იყო, მაგრამ მე ჩემი ინდივიდუალური მეთოდი მაქვს, ენაცალე რითიც გავხდი ცნობილი ზოგადად ფსიქოლოგთა წრეში, ასე რომ აქ უნდა ვიჯდე მე. აქ მე აბა რა გაწუხებს დაიწყე. იცით რა არის, აი სულ დიდუბელ სოსოზე ვფიქრობ, აი არ ვიცი რანაირად როგორ ნუ ნერვიულობ მოდუნდი მე რო იცოდე შენ გენაცვალე გუგა მე არა მაქვს უფლება კოდექსი არ მაძლევს იმის უფლებას რომ რასაც შენ ახლა მეთქვი მე გავიდე და კარებშიქით მოყვე ან და რომ მწქონდეს მე მაგის მკადრებელი კაცება რო სადმე რამე ვილაპარაკო ბევრი ლაპარაკი მე ზიზღება ამიტომ შეუბერე შენ ახლა მოყევი მოხსენი გუდას თავი და მიამბე რამდენიმე წელია წერ დიდუბელ სოსოს და აი რას დაუფიქრდი იცით აი სულ სოსოზე მეფიქრება სულ თვალწინ მიდგას ეს სოსო და ახლა აცივდა რა აცივდა და ხომ არ მეტყვით აი როგორ რანაირად უნდა უშველო ამ ყველაფერს როგორ უნდა მოიშორეს სოსო თავიდან შენ რა დღეა დღეს ოთხშაბათი ხო დაანები ამ სოსოს თავი ერთი თუ კაცი ხარ მინჯადაბა სოსო შენ მომიყევი ახლა რა ძალიან მნიშვნელოვანია შენ სამეზობლოში რა ხდება ნუცა დაგდევს თუ არა ზოგადად იქეთური აქეთური ესე იგი ძალიან მაინტერესებს და მნიშვნელოვანია თეკლას რა რეაქცია აქვს პეტოს აქტიურობაზე აი ესენი მომიყევი რა ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ხო მაგრამ ახლა ეს ყველაფერი გაშუაშია ჩემ პრობლემასთან ნოდარ რას ამბობ ბიჭო როგორც ჩემი პედაგოგი დიდი ავლი ბზურაბაშვილი ამბობდა უდიდესი გავლენა უდიდეს მე იმის უკანასკნელი მოწაფევა რო იცოდე სხვა აღარ დარჩა ცოცხალი ამიტომ ყველაფერს მნიშვნელობა გმეუნა გამოვიძიო შენი ქვეტექსტუალური ანალიზი შენი წიაღსვლები რაც ქვეცნობიერში არის დალექილი ეგზისტენციალიზმიდან გამოვითხოვა უნდა და შეურიო ამიტომ შენ უნდა მომიყვეს სულ ყველაფერი კი ბატონო აი და თქვენი აზრით მეშველება შეიძლება რომ იმისთანა პროფესიონალის ხელში ხარ მოხვედრილი რას არ გეშველება გენაცვალე ოღონდ მე მიყურე თუ გინდა რომ გეშველოს წარმოიდგინე რომ შენ არა ხარ გუგა და შენ ახარ სოსო სოსოს ფიქრებით იფიქრე სოსოს აზროვნებით იაზროვნე თვალები დახუჭე და ჩემთან ერთად გაიმეორე მე სოსო ვარ მე ვარ სოსო ალო დიახ გუგა არა მე სოსო ვარ სვაგან მოხდი ძმა ოჩახ ო კარგი ნუ და გავგაზავ მე ხა ჩემთან სახში და გაგაცე ესეც ასე ნიკა რა არის ახლა ეს აი ბოლო იყო და სო მეც აღარ თეკლა კიდევ ერთხელ გეუბნები არაჩვეულებრივი მაკარონი მაქვს ჰა კარგი ვაშა კარგი ვის გავუგია დაბადების დღის სუფრაზე მაკარონი ნუ ახლა ახალი წლის სუფრაზე კიდე ხო ეგრე იცი ვერ გავასაღე სად არის ამდენ ხანს რა ვისწავლები რა ვის სტუმრებს თუ ტატოს აი ბავშვმაც კი იცის ვინ არის ტატო შენ ხარ მოდი რა მითხარი? პაატა, შემოდი. ვინ არის პაატა? ვინ არის პაატა? მე დარტანიანი ვარ, რა პაატა? ო, დარტანიანი ვარ, დარტანიანი. ვერ მიცადი ჩემო კონსტანცია, ჰა, მოდი. მოდი დარტანიანი, შემოდი. გამარჯობა, პორთოს, გამარჯობა. როგორ ახარ, როგორ? კარგად. აბა, არამისი სად არის, არამისი, რასაკეთებს, სად არის? სახლში გავიდა დიდუბელ სოსოს წერს. აჰა. გასაგებია, ძალიან კარგი. რა ხდება? ნუ მიაქცე ყურადღებას ამან დალია რაღაც ჰალუცინოგენი. ხო და ეს ფსიქოზის ჩამოტანილი. და გავულის ცოტა ხანში.
რა მაინც და მაინც ჩემ დაბადების დღეზე რა. კარგი, ნერვიულობ, გაულის ცოტა ხანში მეტი. მაშა გეხვეწები უთხარი რომ სახლში გავიდეს. გაულის, თეკლა, ცოტა ხანი იქნება ეს და გაულის ალბათ უკვე წაიხანი ესეა. შენ რანაირ დარტანიანი ხარ? ჩუმად ბავშვი, რა გაყვიდებს? ვერ ხედავ რომ ვერ მომჩნევენ ესენი, რა გაყვიდებს? პატა, მოდი აქ. გითხარი ჩუმად იყავი მეთქი, მაინც შემომჩნე, რა გინდოდა ვერ გავიგე? მოდი აქ. პატა ვარ მე. ხო, პატა. აი, ხო გითხარი გაულის მეტი. პატა ვარ, ხო. აჰა, ესე იგი პატა ვარ. ხო და თუ პატა ვარ. დამალეთ ხალხო, შაჰაბაზმა თავი არ მომაჭრას, გაიგე? დამალეთ. მოდი იქნებ გაგიარო ცოტა ხანი წამოწეკი. წამოწეკი თვალები დახუჭი, წამოწეკი. აი აქ ესე. აქ წამოწე და თვალები დახუჭო? ხო, თვალები დახუჭი, წამოწეკი. აჰა. გაგისმინეთ? ხო. მე ვარ ახლა მძინარე მზე თუ ნახავი, გაიგე? ხო და თუ პრინცი მოვიდა, არ უნდა იქ ისრების როლა ხალხის დახოცვა. უთხარი რომ აქ ვარ და მნახოს. პრინც უთხარი. ხო, კარგი. ნახეთ რა. კარგი, გაჩერდი. ვაშა, სასტრაფოში ხო არ დავრეკოთ? სასტრაფოში. ხო, დარეკე სასტრაფოში და უთხარი დარტანიანი მყავს და ძინარე მზე თუ ნახავი. აუ მე დავრეკავ გიხ. მოდი აქ, მოდი. დარეკავ, რას დარეკავ? არა უშო, ცოტა ხანი იქნება ასე და გაულის აბა რას იზავს? მეგონი გაუარა, აი? გაუარა, კი. 9-ში დარეკე. დადო. 9-ში დარეკე და დამალაპარაკე მეთქი გეუბნები. აჰა. ალო. 9. პატა გისმენა, გკითხეთ რა გაინტერესებთ. ხო. გამითიშა. გაგითიშა. ხო, მამა. ხო, ვიცი მე. ხო, კი აღნიშნავთ. ხო, ძალიან კარგ დროს ვატარებთ, კი. ხო. ბატონი ნერსია, ნერსე ბატონი, ჰა? კი, ნერსე ბატონი. დამალაპარაკე. ვაშა, რანაირად დავალაპარაკე? მომეცი, დამალაპარაკე. კი, ახლავე. ალო. გამარჯობა ნერსე ბატონო, გამარჯობა. მინდა მოგიოცო თქვენი ქალიშვილის დაბადების დღე, დიახ, და უსურვო ბედნიერება, ჯანმრთელობა და ყველაფერი კარგი. რა? მეც კარგად ვარ, არ ამიშავს, დიახ, მეც არ ამიშავს. დიახ, კარგად ვარ. ბატონო ნერსე, რა მინდა გითხრათ, ბოდიში მინდა მოგიხადოთ, ბოთლით რომ გელაპარაკებით, ხო? ეს ამას გამიქცე. ახლა უკვე მე შემეშინდა. კარზე ზარე მე უნდა გავახო, კარზე ზარია მე უნდა გავახო. თავი გააღოს. ბატონო. გამარჯობა, დიახ. აბა ერთი წუთი დამელოდეთ, დიახ, ერთი წუთი დამელოდეთ. თეკლა არის აქ ვინმე. შემოუშ, სტუმარი შემოუშ. მოგზანდი. გამარჯობა. ვინა ხარ შენ აი? ტატო, ხო, ისა რა ქვია? ტატო, მირბის მიმაფრენს უგზო უკლო ჩემი მერანი ეგ მაგარი გამოგივიდა ტატო, ხო, მაგარი გამოგივიდა ეგ, ხო? ტატო, მოდი, ნუ მიაქცევ ყურადღებას. არა, რატომ ნუ მივაქცევ, რაღაც კარგი გამომსვლია მე მგონი. აი თეკლა ეს შენ. დიდი მადლობა. ვაი მე რასაკეთებ, ხელი გო, რასაკეთებ ხალხო, გაუშვიხები. რასაკეთებ, ფიქრობთ ეხა თქვენ საერთოდ, რა არის რა? არ უნდა შეამოწმოთ ხალხო, არ უნდა დავრეკოთ, არ უნდა მოვიდნენ, არ უნდა შემოწმოთ, იქნება ბომბია კაცო ბავშვი ხალხში. იქნება ბომბია. რასაკეთებ, ხალხო? მე ეხლა მას აივანზე გავიტა, ხელი არ დააკაროთ, სანამ არ შემოწმენებ გეუბნები. ისა, ტატო. ნუ მივაქცევ ყურადღებას, ხო? ხო. წამოდი, ტატო. წამოდი, სადაც გინდა დაჯიკი, აი ამ სკამზე. მადლობა. ხო, დაბრძანდი თქვენ არის ერეულად. გადაულოს. ხო. ვიცა ვაშა, რა გვეშველება სულ ესე რო დარჩეს პაატა? გადაულის თეკლა ახლა. როდემდე იქნება ასე სულ? ეწერა იქ წავიკითხე მე იმაში, რომ გადაულის. ხო. აბა ერთი გარეთ რა ხდება უნახო? როგორ უხდებით ერთმანეთს თქვენ გრიტებო? როგორ უხდებიან?
ვიცით, კარგია, რა ვიცი. მოდი, აი ესეთი ამ კუთხით შეხედე ამ პრობლემას თქლა რა დაგემართა. აბა დაჯექი პაატა და შეუდგეთ კეიფს. შეუდგეთ კეიფს. კი ბატონო, შეუდგეთ კეიფს, კეიფოთ მოკლედ დღეს თამადა იქნება ბეტმენი. ბეტმენი იქნება თამადა. ბეტმენი იქნება თამადა. მიდი. ბაშა, ნუ მიაქცევ ყურადღებას. და მე ნიკას ეუბნებოდი. ეს განსხვავებული დალე თორე თავზე დაგასხადა. ეგ დარტანიანამდე იყო თუ მერე? მერე იყო, მერე. კიდე რა ვქედი, რა გავაკეთე აბა? რა ვიცი, რა აღარ ქენი პაატა. ბოლოს ჩემი და ტატოს სათხე გრძელო დალიე ზეთით. რა მითხარი? შენი და ტატოს ადრეძოლო დავლიე? რა ამტამალივინე, შენი და ტატოს ადრეძოლო. კარგი, გავალ, აღარ შემიძლია თა გამისკა და თავი რაღაცას დავლებ კივილ გამაყუჩებელს, რა რაღაცა. გადი, დაჯექი, რა კივილ გამაყუჩებელს და ხო კარგად ახაში. ნაგერანი ღვინო და დავლიოთ ეს. კარგი, პაატა, ისედაც 9 საათია დარჩენილი ჩემი დაბადების დღის დასრულებამდე და ცოტა გავერთოთ, ვიმხიარლოთ, არ გვინდეს ჰალუცინაციები. კარგი, იყოს ჰალუცინაციების გარეშე, კარგი. მოდი გუგა რა გუგა მოსულა მოდი გუგა სადა ხარ ამდე ხარ სადა დაიბიანე რა გუგათო ეგიდან მე დიდუბელი სოსო დიდუბელი გაიგერა თქვა ხა დიდუბელი სოსოა უყურე ვერ არის ნორმალური მე რა დიდუბელი სოსო რა ხელა კაცი რევს ძახის დიდუბელი სოსოა რა უყურე რა ახო